თან მაშინ, როდესაც ფაქტიურად აღარაფერს წყვეტენ თბილისში და ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსკოვში საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც საინფორმაციო გადაცემებიც კი რუსული ნარატივით იწყება და მთავრდება, სადაც მხოლოდ რუსულიდან თარგმნილი არის ის message box-ი, რომელიც კრემლიდან ვრცელდება, როგორ შეიძლება იყოს საუბარი დამოუკიდებლობაზე. ახლა რეალურად დგას 1921 წლის თებერვალი. ერთადერთი რამ, რაც აფერხებს 25 თებერვლის კონკრეტული დროის დადგომას, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ ამას, არ ნებდებიან, იმიტომ რომ ჩვენ ეს 21 წლის გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით, რომ 25 თებერვალი დადგა მაშინ, როდესაც დასრულდა წინააღმდეგობა. ამიტომ არ სრულდება ეს წინააღმდეგობა, ყველა გრძნობს. ყველა მიცის, რომ ამის დასრულებას მოყვება შემდეგში ის მოვლენები, რაც მაშინაც განვითარდა და რომელიც გველოდება იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გაჩერდა